თითოეულ ჩვენთაგანს სულ მცირე ერთხელ მაინც გაუგონია ცხოვრებაში ეს ფრაზა მაინც არაფერი არ გამოვა და თუ გინდა რომ დაადგინო რომ თუ რამდენად გიხდება შენი გარემო, შენს გარშემო არსებული ადამიანები, უნდა იცოდე რომ ის რომელიც აი ამ ფრაზას წარმოთქვამს არც ერთ ჩვენთაგანს არ უხდება და ეს არ ნიშნავს რომ ის ცუდი განზრახვით წარმოთქვამს ამას, მაგრამ ის თვითონ თავის თავსაც დიდი ალბათობით ამას ეუბნება, მაგრამ ის არც თავის თავს არ უხდება და არც სხვას არ უხდება და აი ეს პასუხი აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ესეთი ნათქვამი არ მიხდება. ნათლად გავაგებინოთ, ჩვენი სხვრები დავიცვათ, რადგან თვითონ ეს ფრაზა მაინც არაფერი არ გამოვა, თუ ეს თქვენზე არის, თქვენს გეგმებს, თქვენს სურვილებს, თქვენს ცხოვრებას ეხება, არის თქვენი სხვრების შელახვა, გადმობიჯება იქ, სადაც არც ერთ ადამიანს მაგის უფლება არ უნდა ჰქონდეს, რომ აი ესეთი გადაჭრით დიაგნოზი დასვას. ეს მაინც არაფერი არ იქნება. მე როცა ჰიპნოზის რასაც ეძახიან სწავლება გავაკეთე და ძალიან ინტენსიური იყო რეგრესიული ჰიპნოზი, მაშინ იქ გავეცანით ჰიპნოზურ კომუნიკაციას. ჰიპნოზური კომუნიკაცია არის, როცა ადამიანს ეუბნები, რომ შენგან არაფერი გამოვა. აი შენ ეს და ეს მოხდება და თვითონ ჰიპნოზის მსვლელობის დროს ადამიანი შეგვყავს ძალიან მსუბუქ ტრანსში და იქ საცდელად თუ როგორ არის მოშვებული მისი ეს ადამიანი, ვეუბნებით, რომ აი შენი ხელი დევს შენს მუხლზე და მოშვებული და თითოეული ჩასუნ თქვით, შენი ხელი კიდევ უფრო ეშვება და ისე ეშვება, რომ ეხლა როცა მე შენ გეტყვი, რომ შენ ხელი აწიო, შენ ხელს ვერ აწევ. შენი ხელი დარჩება შენს მუხლზე მოშვებული და ამას უმეორებ ძალიან მშვიდი ესეთი ტონით და მართლაც მე როდესაც რომ შეამოწმება, აწიე ხელი ხომ და შენ ხელს ვერ აწევ, უბნები და მართლა ვერ წევს ხელს. და ასე არის ცხოვრებაშიც. ისე რომ აი ამით აი ამ ჰიპნოზური კომუნიკაციით ძალიან ბევრ ადამიანს თავისი შანსები ეკვეთება. მე მახსოვს ასეთი შემთხვევა, გადმოსვლას რომ ვაპირებდი საქართველოში, იქ ნაკვეთში მოვინდომე რომ ელექტრობის ბოძი ყოფილიყო გადმოტანილი ჩემს მხარეს. და ქონდა რიგი არგუმენტები, რატომ იყო საჭირო უსაფრთხოებისათვის, რატომ იყო საჭირო რომ ბოძი ყოფილიყო არა ქუჩის მეორე მხარეს, არამედ ჩემს მხარეს და მითხრეს ყველამ რომ მაინც არაფერი არ გამოვა და შენ უნდა ეს შენი ხარჯით გააკეთო. მე იქიდან გამომდინარე რომ ხარჯზე თანახმა ვიყავი, მაგრამ ვაი თუ მოვიყვანო ვინმე და არ გაკეთდეს ისე როგორც საჭიროა, უსაფრთხოდ და მე ბოძი წაიქცეს და რა ვიცი რა მოხდეს. ამიტომაც მინდოდა რომ გაეკეთებინა ფირმას. იქაც რომ ვიყავი, ძალიან თავაზიანად მიმეღო ვინც იქ იჯდა მისაღებში და რომ უთხარი განცხადების დაწერა მინდა მეთქი, მითხრა რომ იმედი არ მომცა. ისე არ მომცა იმედი, რომ აი თქვენ წარმოიდგინეთ, მე და ეს უკვე დაახლოებით 4 წლის ამბავს ყვები, არ დავწერე განცხადება, მაგრამ კიდევ ერთი კვირა ვიყავით იქ და ამ ჩემმა აი ესე რომ იმოქმედეს ჩემს ამ ოპტიმიზმზე და ჩემს ცდილობის საშუალება ჩემ თავს თვითონვე რომ შეუკვეცე ამათი გავლენით, ამან ისე შემაწუხა, რომ ჩემს მეუღლეს ვთხოვე, რომ მოდი მეთქი, მე მინდა მეთქი, რომ დავწერო განცხადება და წავედი და კიდევ გამემეორეს და მე ვთხარი, მე მაინც მინდა დავწერო განცხადება და არგუმენტებით ჩამოვაყალიბე თავაზიანად და ვთხოვე, რომ თუ მეთქი, მე სიამოვნებით შევიტან ჩემს წვლილსაც გადამახდევნეთ თანხის ნაწილი, თავარი არის რომ ბოძი იყოს ჩემს მხარეს, რათა მე თვითონ ასე ვთქვათ, არაპროფესიონალურად არ მომიწიოს გამოყვანა მეთქი. და მოკლედ
უთხარი ვანუგეშეს ყველა რომ მე უთხარი უარის მეტი ხო სხვა რა უნდა მოვიდეს და მე ამ უარს გადავიტან ხო მე ვიტყვი რომ შევეცადე და არ გამოვიდა თქვენ წარმოიდგინეთ სულ ყველას გასაოცრად მოვიდა თანხმობა და რომ დაურეკე მას და ის იყო აი ძალიან დიონისეს ტიპი ეს ვინცაც უნდა გაეკეთებინა მითხრა რომ ესე რა კარგიაო თქვენო თანხმობა მიიღეთო ნახეთო და მე აი რამდენიმე დღეშიო ამ ბოც გადმოვიტანო და მე უკვე მოვდიოდი და ეჭვიც არ შემპარვია რომ მოსულია ბრძანება იქაც ეწერა რომ ეს შესაბამისი პირების სამსახური თუ ვინც იყო ამას უზრუნველყოფდა და მე არაფერი არ უნდა გადამეხადა მართლა ყველა ხარჯი ეს რასაც მე თვითონ ნებით ვთხოვდი რომ ოღონდ ბოძი გადმოეტანათ ესე იგი ხარჯების გარეშე მოხდა ჩემი ერთი თავაზიანი წერილით და უნდა ვთქვა რომ როცა მე ესე წერილებს ვწერ აუცილებლად დიდ პოზიტივს და პატივისცემას და სამყაროსადმი სიყვარულს და იმ პიროვნებისადმი კეთილგანწყობას ვაგზავნე აუცილებლად ვისაც ეს არ გჯერათ თქვენი ნება არის მაგრამ მე ძალიან მეხმარება და თქვენ წარმოედგინეთ რაღაცა გადის თვეები გადის და მეზობელთან საუბარში აღმოვაჩინე რომ ბოძი ისევ იქ დგას აი კიდევ ვართ ჩვენს თემასთან შენ მოსულია ბრძანება შენ პირდი 100%-ით დამაჯერა საუბარში ისეთი შარმიანით და ისეთი სიტყვით და მოკლედ ესე დავცილდით ერთმანეს და მომიწია კიდევ აქედან დარეკვა, კომუნიკაცია და იცით მე უკვე მივდიე და მე ვაკონტროლე და ვთხოვე რომ აი ბოძი რომ გადავა მე თქვენ ამ ფოტოს გამომიგზავნით და კიდევ კარგი იყო საშუალება WhatsApp-ის კომუნიკაცია და აი ერთ-ერთი ბევრი მაგალითისაგან რაღაცა სურვილი რომ მაქვს მე იმ სურვილს აუცილებლად მივყვები აუცილებლად შევეცდები არა ლანძღვით და არა ვიღაცის ცუდად აი მოხსენიებით და მიწოლით და აგრესიით ღმერთმა დამფაროს მაშინ ვერ ვაღწევთ მიზანს მე ვცდილობ რომ არგუმენტები ჩამოვაყალიბო თავაზიანად და უმეტეს შემთხვევებში მაქვს დადებითი პასუხი, მაგრამ როცა ახალგაზრდა ვიყავი, ხშირად წამოვეგებოდი ხოლმე, აი ნახეთ 4 წლის წინ წამოვეგეთ, ახლა ახალგაზრდობაში ჩემზე ძალიან მოქმედებდა ესეთი ფრაზები. და აი ჩემი ვიდეოს მიზანი არის ის, რომ დაიცავით თქვენი თავი. არც თქვენ უთხრათ და არც როგორც არ უნდა უიმედოდ მოგეჩვენოთ სიტუაცია. თქვენ რა იცით, თქვენ რატო იღებთ იმ უდიდეს როლს, რომ ვიღაცას გზას უჭრით? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს წარმოთქმულ სიტყვას. უთხარით მით უმეტეს იმ ადამიანს, თუ იმ ცდით დიდი რამე არ ეკარგება. არის კი სახიფათო სიტუაციები და იქ კი საჭიროა არგუმენტებით საუბარი და არა მაინც არაფერი გამოვა. მე ამ ჰიპნოზურ ენასთან და საუბართან და მიმართვასთან დაკავშირებით მაქვს ერთი ძალიან ესეთი მაგალითი გერმანული რეალობიდან. ჩვენთან მეგობრობს ერთი ცოლ-ქმარი და მოხდა ისე რომ ამ ქმარმა მოგვიყვა რომ ჩემი ერთ ზალიო შესანიშნავად იყო და უცებ რაღაც ტკივილები დაეწყო მუცლის არეში მივიდა ექიმთან და ექიმა უთხრა რომ არის დიდი პრობლემა პანკრეასზე ის დააწვინეს ერთი დღე იყო გამოკვლევებზე სავანტყოფოში იყო გამოიკვლიეს კარგად და იცით შემოდის ექიმი და კიდევ პალატაში არის სხვა ესე იგი უცხო პაციენტი რომელსაც იცნობდა და ეუბნება პირდაპირ თუ ქემოთერაპიას არ გაიკეთებთ 3 თუ 4 კვირა თუ ქემოთერაპიას გაიკეთებთ 6-8 კვირა სიცოცხლე გაქვთ დარჩენილი. იცით ეს ქალბატონი სამწუხაროდ უკვე აი 4 კვირის შემდეგ გარდაიცვალა მიუხედავად იმისა რომ ქემოთერაპიაზეც დაეთანხმა. მე ვფიქრობ რომ ეს არის დანაშაული. ესე პირდაპირ მიხლა რომ ქალი შოკიდან ვერ გამოვიდა და მით უმეტეს თუ შენ გჯერა რომ ის რასაც გეუბნება ის სიტყვას ძალა აქვს შენ ამას იჯერებ. როგორც ჩემი ერთი სემინარის მონაწილე მე
ჩემთვის ნათქვამი აქვს, რომ მამა ჩემს იმდენჯერ აქვს ნათქვამი, რომ შენგან არაფერი გამოვაო, აიო მართლა არაფერი გამოვიდა ჩემგანო, ისე რომ შეძახილმა ხე გაახმო ერთია, მაგრამ აი თვითონ ერთხელ წასული წინადადება სიტყვაც კლავს ადამიანს და ამიტომაც ჩვენი კლავს მის ოცნებებს, მის სურვილებს და ამიტომაც ჩვენ უნდა ფრთხილად ვიყოთ, რომ და ამავე დროს ჩვენ თუ ფრთხილად ვართ, სხვას უნდა ზღვრები დაუსვათ. სულ ერთია როგორი ახლობელი ეს ადამიანი. მე ჯგუფში ვარ და ციკ წერენ, რომ შეიძლება ხანდახან ასეთი ადამიანი დედაც კი იყოს, თუ ოჯახის წევრიც კი იყოს, მეუღლე იყოს, უნდა აუკრძალოთ ასეთი წინადადებების ჩამოყალიბება და თქვენთვის თქმა და თუ თვითონ თავის თავს ეუბნება, იქაც უნდა განაცხადოთ, რომ ეს მისთვის კარგი არ არის. აი ჩემთვის ტრიგერივით გახდა ეს წინადადება და აქ ძალიან იშვიათად აი ესეთ შემთხვევაში კი მესმის, მაგრამ საზოგადოებიდან აი ვისთანაც ვამხანაგობ მეგობრობა უფრო სხვა სიტყვა არის, ვემწოდა ვემეგობრები, იქაც ძალიან იშვიათია. მაგრამ აი ქართულ რეალობაში ძალიან ხშირად მესმის და მე თვითონაც ტრიგერი არის, იმიტომ გამაღიზიანებელს ნიშნავს ტრიგერი, არის იმიტომ, რომ მე თვითონ ჩემს ახალგაზრდობაში და ბავშვობაში ეტყობა ხშირად მაქვს გაგებული. და ბოლოს აი ესე ამ თემასთან მინდა დავაკავშირო, თითოეულ ჩვენთაგან ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს თავის ცხოვრებაზე. ჩვენი ფიქრები, ემოციები, ჩვენი განწყობა ქმნის ჩვენს ცხოვრებას. და როცა ჩვენ ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს, აი ეს ურთიერთობა გვარგია თუ არა, მე გვარგია არ ვამბობ რაღაც მატერიალური თვალსაზრისით, არამედ განწყობის მხრივ. უნდა დაფიქრდეთ თუ აი თქვათ, იყავით გაატარეთ რამდენიმე საათი რაღაც პატარა საზოგადოებაში, ან თუ დიდ საზოგადოებაში, ან ვინმესთან და როგორ გრძნობთ თავს, როგორ გრძნობდით თავს და როგორ გრძნობთ თავს მას შემდეგი. გრძნობდით თავს თავისუფლად, ხართ კმაყოფილი, თუ გქონდათ ბევრი შინაგანი დაძაბულობა, რადგან ყოველი სიტყვა უნდა აგეწონათ, დაგეწონათ და თან რიგი შეგრძნებები გქონდათ, რომელიც თქვენ მე ძალიან დიდ ენერგიას გართმევთ და კი არ იცით რატომ და რანაირად. აი ჩვენი ინტუიცია, ჩვენი ენერგეტიკული სხეული ყოველთვის გრძნობს რა გვიხდება და რა არ გვიხდება. და რასაკვირველია, შემდეგ უნდა ამას ჩახმავება. ეხლა ისევ დაუბრუნდები ამ ჩემს მთავარ თემას, მაინც არაფერი გამოვა, არ მეშველება, არ გეშველება, არაფერს იზამსა. მე რომ სტუდენტობის დროს ნათქვამიც მაქვს ჩემს ვიდეოებში, მე კვირაში ერთხელ, აი წარმოვიდგინეთ, ეს იყო მოიცა რამდენი წლის წინ, ფაქტიურად რამდენი 30 წელი აქ ვარ, დაახლოებით ძალიან დიდი ხნის წინ, 35 წლის წინ. კიდე მოკლედ სტუდენტობის დროს მე ბრეგის მეთოდით კვირაში ერთ დღეს შემშილობდი. სვამდი, სასიცხეს ვიღებდი და საკვებს ვერიდებოდი 24 საათი. და ამავე დროს, შემდეგ ასპირანტურაში ეს უფრო გავაღრმავებდით, ვარჯიშობდი, აუცილებლად ტანს ვიზელავდი მე. და შემდეგ დავიწყე რაღაც წიგნი ჩამივარდა ხელში და იცით ეს ტრენდი არის ეს ეძახიან ეს ინტერვალურ კვებას ეძახიანი მეთოდს, რომელსაც მე აი 35 თუ 38 წლის წინ თვითონ წიგნი ქართულად მქონდა, კიდევ ჩამივარდა წიგნი ხელში ვაშლის ძმას. ეხლა ესეც ახალი ჰაიპი არის, ეს რაღაცა ტრენდი გახდა, მაგრამ ყველასთვის, ვინც ფიქრობს, რომ მე სადღაც იმ დროს 80-იან წლებში სადღაც ბნელეთში ვცხოვრობდი და არაფერი გვესმოდა, აი ეს მაშინ ეს წიგნები მაქვს წაკითხული და ამან ისე დამაჯერა მე, რომ გადავწყვიტე ვაშლის ძმარიც. ეს აღარ მახსოვს, იყიდებოდა თუ დედამ გააკეთა თუ აი საიდან მქონდა ნატურალური ვაშლის ძმარით,
რაღაც გარკვეული პერიოდი ვიყავი ამით ძალიან დაკავებული თაფლთან ერთადაც, უთაფლოთაც და მოგეხსენებათ ეს ჯანმრთელობის თემა იყო ყოველთვის ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. და ეხლა შემთხვევით თვალში მომხვდა, რომ სოციალურ ქსელში არის ჯგუფი, სადაც ვაშლის ძმას საღამობით ურჩევენ. იცით, ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. და ეხლა იქ წამოვიდა მაშინვე სკეპტიკურობა, რომ საღამობით შეიძლება ეს რომ ეს შეიძლება ეს გამოიწვიოს, ის გამოიწვიოს და იმ ჯგუფში არის ხალხი, რომელიც წეს აი ვიღებ და თითქოს რაღაცა უკეთესობა მაქვს, მაგრამ ეს შეიძლება სხვა რაღაცით იყოს გამოწვეული, ეს როგორ, ეჭვის ქვეშ აყენებს მის მოქმედებას. და ახლა ვიტყვი, რომ ვაშლის ძმარი ჯერ ერთი არავის არ აწყენს თუ უზომოდ დიდი რაოდენობით არ მიიღეთ და თუ ერთი კოვზე ერთ ჭიქა წყალში გახსენით და დალიეთ, ჩემი მეუღლე ამას წყლობით აკეთებს და არც ალბათ ხდება საუკეთესო ჯანმრთელობა აქვს. ოღონდ დილაობით ოთახის ტემპერატურის წყალზე. ეხლა თუ საღამოთით ფილ წყალში გახსნის მივიღებ და მაინტერესდა, აი როგორ იგრძნობ თავს და მე მიყვარს ესეთი ექსპერიმენტები. იმის მაგევრად რომ თქვა, რომ ეს როგორ შეიძლება ეს საღამობით ამას წყენს, იმას წყენს, ეს შეიძლება მოხდეს, არ მოკლავს. თუ არა დაელაპარაკე ექიმს, ესე, მაგრამ აი ამდენი ადამიანი ეს მარტივ რაღაცას, აი ვაშლის ნატურალურ ძმას ერთ კოვს საღამოთით ფილ წყალში გახსნილს, რომ პრობლემად ხდის. ეს უკვე ნიშნავს, რომ ძალიან ეს პესიმიზმი ეთყობა არის იმ ხალხის მოსახლეობის ერთ ნაწილში ძალიან გავრცელებული და ამავე დროს არის რასაკვირველია, ძალიან ცუდი სამსახური მათ მიმართ, ვინ შემოვიდა და კითხულობს, რომ ნახე ეს მარგო, აი ეს თვისებები მქონდა და ძალიან მომწონს და ვაგრძელებ და ამ დროს მოდის ერთი სკეპტიკური, მეორე სკეპტიკური შენ დააცადე იმ ადამიანს, რომ თვითონ გააკეთოს თავისი გამოცდილება და ისეთ უნებელ რაღაცაზე, როგორიც არის ნატურალური ვაშლის ძმარი ერთი ჩაის კოვზი. მაგრამ აი ესეც კიდევ ერთი მაგალითი და მინდა რომ ვთქვა, რომ აი ესეც არის არქეტიპული. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ. მე აგერ საბჭოური ცხოვრების დროს ვისწავლე, წიგნები ჩამივარდა ხელში და რასაც ახლა ვაკეთებ, მაშინაც ვაკეთებდი და მადლობელი ვარ ამისი და ამიტომ მინდა რომ სხვასაც გქონდეს ეს სიკეთე, რაც მე მაქვს. სხვამაც ისარგებლოს იმ პატარა უწყინარი მეთოდებით, რომელიც არც არაფერი არ ღირს, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავი უნდა დაძლიო და ეს შენ თავს საკუთარი თავის სიყვარულის დასამტკიცებლად რაღაცა ლიმონიანი წყალია თუ ვაშლის ძმიანი წყალია თუ ვარჯიშებია თუ სხვა რაც არის, აი ეს შენს თავს საკუთარი თავისადმი სიყვარული ამით დაუმტკიცო და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენს საკუთარ ჯანმრთელობაზე. იმიტომ რომ აქაც და მანდაც და ეხლა აქ გონიათ, რომ ეხლა არის რაღაც პრობლემა გაქვს და გავარდები იქ და მთელი ექიმები დაგეხვევა. არ არის ასე საქმე. სპეციალისტთან მთელი წელი უნდა ელოდო, რომ ტერმინმა მოგიწიოს. ისე რომ ერთი მხრივ კარგია, ჩემ თავს ვეუბნები, რომ ბევრ ადამიანს გამოაფხიზლებს, ბევრ ადამიანს აფიქრებინებს, რომ იზრუნოს კარგად საკუთარ ჯანმრთელობაზე და ბევრი რაღაცა არის ჩვენს ხელში, ჩვენ შეგვიძლია როგორც ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა, ასევე ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა გავიუმჯობესოთ და დავსვათ იქ ზღვარი, სადაც გვეუბნებიან, რომ მაინც არაფერი გამოვა, იქნება ეს ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი მომავლის გეგმები, ჩვენი ეს რაღაც ურთიერთობები უწყებებთან თუ სამინისტროებთან, არიან ადამიანები მთელი დღე წუწუნებენ, Facebook-ში წუწუნებენ, ხანდახ ჩავიხედები, ფიქრობ ეთყობა ერთი-ორჯერ დამაინტერესა და აი ვაკვირდები, რასაკვირველია Facebook-ი მერე მთავაზობს და აქედან გამომდინარე მაქვს ეს ინფორმაცია. და ესეც იცით,
აი ამ ყველაფერს მე ესე გავაკეთებდი განცხადებას, ამ პეტიციას წამოვიწყებდი, მოვაწერინებდი ხელს, აი ოფიციალურად დავიწყებდი შესაბამის უწყებასთან კომუნიკაციას. ამასაც გავასაჯაროვებდი და აი ამ კომუნიკაციით სულ მცირე ან კმაყოფილი დავრჩებოდი, ან თუ დავრჩებოდი უკმაყოფილო, ხომ შევეცადე. აი ეს გზა მაინც არაფერი არ გამოვა და მე კი ვიტყვი, რომ ძალიან ბევრჯერ გამოვა და ჩვენ ამ ფრაზას უარი უნდა უთხრათ, როგორც მოსმენაზე, ასევე წარმოთქმაზე. და ბოლოს კიდევ ერთი შემთხვევა გამახსენდა, ჩემი შვილია პატარა, ისე რომ ბაღში მიმყავს ველოსიპედით და ველოსიპედზე არის დამაგრებული ბავშვის დასაჯდომი და აი ესე ლილიკო მიმყავდა და რადგან ჩვენთან ახლა ველოსიპედით არ დავდივართ, მე ბავშვობაში მქონდა ნასწავლი, მაინც ისე კარგად, მაინც ცოტა დაძაბული ვიყავი, რომ ბავშვს მიმყავს მე და ისე ვერ ფლობ ველოსიპედს, როგორც აქ გაზრდილი, ან თუნდაც ჰოლანდიაში გაზრდილი, რომ ბავშვობიდან ყოველდღე ველოსიპედით დადიან. აი როგორც კი გადავედი გადავკვეთე მწვანეზე ქუჩა და უნდა შევხვიო იმ პატარა, ესე იგი, როგორც ასეთი შეიძლება თქვას, რას ვეძახით ტროტუარს რომ ვამბობდით, აი ესეთი ადგილი არის, რომელსაც მივყევარ სკოლასთან. დგას ქალი ძაღლთან, პატარა ძაღლთან ერთად და ეს ძაღლი ჰყავს თავის გამოსაბმელზე და ძაღლი არის იქ და ეს ქალი დგას აქ. ისე რომ მე უნდა ძაღლი თავის ხარეს გადმოიყვანოს, რომ მე შევძლო გზის გაგრძელება და არ აკეთებს ამას. გავუცდი, მაგრამ უკვე იცით რომ თან მიყურებს, ხედავს და იძულებული გავხდი გამეჩერებინა ველოსიპედი და რასაკვირველი თან მეჩქარება, მე სტუდენტი ვიყავი და გაბრაზებულმა უთხარი მომეცით მეთქი გზა თქო და თქვენო აქ უფლება არა გაქვთ სიარულისო და გერმანიაში არის ასეთი წესი, რომ თუ აი ეს რასაც ვეძახით სახელი არ მახსენდება, ეს ტროტუარს რასაც ვეძახით, იქ თუ არ არის ველოსიპედის ნიშანი, არა გაქვს უფლება, მაგრამ ეს სკოლა რო შეიქმნეს, ვალდორფის სკოლა, იქ ხალხი არ ცხოვრობდა, იქ იმ მომენტშიც ნაკლები მაცხოვრებლები იყო და აღარ ჩათვალეს საჭირო და ჩვენ ვსარგებლობდით მაინც. და რადგანაც ეს ნიშანი არ იყო, აი მაგის გამო შეგნებულად ბავშვიანი, აი გამაჩერა, მე დამაკარგვინა დრო, რომ თავისი ეს რახან, არ ვიცი რაღაც განწყობა ჰქონდა თუ რა იყო, აი მეც მივიღე ესე იგი ესეთი მისი განწყობა. რაღაცა მე უთხარი, გაწიეთ თქვენი ძაღლი მეთქი, მანც რაღაც ესევე სიამოვნოთ მითხრა, მოკლედ ძალიან ნერვები ამეშალა ამ ქალმა. და დამავიწყდებოდა კიდეც, რომ 4 დღის შემდეგ მოვდი ბავშვი მივიყვანე და ველოსიპედით მეჩქარება, რომ უნივერსიტეტში წავიდე, რომ არ დამაგვიანდეს. და მე ვერ შემნიშნე ეს ქალი, წინ გადამედგა, კიდევ კარგი მუხრჭები უნდა ჰქონდეს ველოსიპედს და მეც გავაჩერე ველოსიპედი ზუსტად სკიფზე, ალბათ შეგნებულად, რომ მე ალბათ რა ვიცი, პოლიცია გამოეძახა ან რაღაცა. მოკლედ ძალიან მტრულად, აი ასეთი მტრული პიროვნება აქ არც მინახია. მითხრა, რომ აქ მე არ მაქვს უფლება, ეს არის მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისათვის, რადგან ველოსიპედის ნიშანი არ არის. არა და ქუჩაზე ძალიან ცუდად მოჰყავდათ მშობლებს-შვილები, მე ეჩქარებოდათ და მე ჩემი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება არ მინდოდა და ძალიან შემაწუხა ამ ამბავმა. ვიფიქრე ეს ქალი ესე ყველაფერს კადრულობს და რა ვქნა, როგორ მოვარო ამ პრობლემას. მეორე დღეს მივედი სკოლაში, აუხსენი სიტუაცია, ვთქვი, რომ მე ალბათ არ ვარ პირველი და ბოლო, რადგანაც ის სეირნობს ამ დროს თავისი პატარა საყვარელი ძაღლი ჰყავდა და ეთყობა, რამდენიმეჯერ კონფლიქტი მოუვიდა და უარყოფითად არის განწყობილი ჩვენს მიმართ ეთყობა, არის აგრესიული, რა გავაკეთოთ, მე მზად ვარ დავწერო განცხადება, მინდა რომ თქვენი სახელით დავწერო, ან თქვენ დაწერეთ და მე ყველანაირად დახმარებას აღმოგიჩენთ, კერძო სკოლა იყო და ასეთი ურთიერთობები გქონდა, ყველა ვიყავით ერთ, ასე ვთქვათ,
ერთ დონეზე. ჩვენ ვიხდიდით სკოლის ფულს და სკოლის დირექცია იყო იმისათვის, რომ ჩვენთვის ცხოვრება, ბავშვებისთვის და ჩვენთვის ცხოვრება გაეველებინა და ორგანიზება გაეკეთებინა. მითხრეს, რომ თუ გინდა თქვენ დაწერეთ ჩვენს სახელზე, რომ ჩვენ ამ სკოლის სახელით ვარ მისი წევრი, იმიტომ რომ ეს საზოგადოება, რომლის წევრიც ხარ და იხდი გადასახადს კიდე ცალკე სკოლის ფულს ცალკე. და დავწერეს განცხადება ქალაქ ფლენსბურგის სახელზე შესაბამის უწყებაში, მე თვითონ მივიტანე მაშინვე, არ გადავდე და ვთხოვე, რომ აუხსენი სიტუაცია მოკლედ და ძალიან ისე კორექტულად და ვთხოვე, რომ რადგანაც ეს ქუჩა არის ძალიან სახიფათო ბავშვებისათვის, ძალიან გთხოვთ, რომ ნიშანი ჩაგვისვათ აქ, რადგანაც ეს გაკეთდა, ეს ტროტუარი გაკეთდა ვალდორფის სკოლისათვის მაშინ, ამ დროს მოსახლე იქ მაშინ არავინ არ იყო და აი ასეთი სიტუაცია, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა, არ გვაძლევენ უფლებას ველოსიპედით მოძრაობის, რადგან აქ ახლო მდებარე სახლებიდან ძაღლებს ასეირნებენ. და ვიფიქრე, რომ მაინც ვერიდებოდი, იმიტომ რომ ვიფიქრე ეს ალბათ გერმანული უწყების ამბავი მოგეხსენებათ, ვიფიქრე ეს ერთ წელში თუ პასუხი მოაღირსეს, დიდი მადლობელი ნავიყო და მაინც ჩავეკითხები მეთქი, დავრეკე კიდეც და გავარკვიე, რომ თუ არის ჩემი, თუ მიაქციეს ყურადღება ჩემს განცხადებას და იცით, დაახლოებით გავიდა ერთი თვე. მახსოვს, რომ მიმყავს ჩემი შვილი და დავინახე ეს ნიშანი, ეს ველოსიპედის ნიშანი. და ისეთი დიდი სიხარული მქონდა, წარმოუდგენლად დიდი სიხარული, რომ მე ეს ასე გავაკეთე და ეს გზა, რომელიც მე მჭირდებოდა, ჩემთვის იყო ყველა კანონის მიხედვით თავისუფალი. და აი ამასვე, ამ სიხარულსვე გისურვებთ თქვენ რაღაცა სურვილი რომ გაქვთ, აუცილებლად შეეცადეთ. შეეცადეთ პოზიტიური ენერგიით და ჩაეკითხეთ, იმედი არ გადაიწუროთ, ვთხოვეთ სამყაროს, რომ დახმარება აღმოგიჩინოთ და მე კი გისურვებთ, რომ აი თქვენი კეთილი სურვილებს დაე სამყარომ სწორედ ის დახმარება აღმოუჩინოს, რომ ის სიხარული განიცადოთ, რომელიც ეხლაც კი განვიცდი მე, რომ მახსენდება. სხვათა შორის ის ნიშანი, რაც დადგა, იმის შემდეგ ის ქალი გაქრა. თითქოს ეს იყო რაღაც გამოცდასავით, შეიძლება ნიშანი რომ დაინახა, მერე თვითონ აღარ დადიოდა ამ ჩვენს მონაკვეთზე. მოკლედ, დაგემშვიდობებით, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ნახვამდის.